გამარჯობა თქვენ უყურებთ რეალურ აქცენტებს ნინო ხაჩიძესთან ერთად ჩვენ ერთმანეთს ხვდებით ყოველ ხუთშაბათსა და პარასკევს 14 საათსა და 10 წუთზე ტელერადიო კომპანია Georgian Times-ის პირდაპირ ეთერში თქვენ ასევე შეგიძლიათ გვიყუროთ Georgian Times-ის Facebook-ის გვერდზე, YouTube-ის აღზრდა ბუნებრივია გვისმინოთ რადიო სიხშირეზე FM 92-სა და 3-ზე დღეს გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი არის სტატისტიკის სპეციალისტი ნოდარ კაპანაძე. ბატონო, დიდი მადლობა რომ მობრძანდით და მონახეთ დრო ძალიან ისეთი პოლიტიკური შიდა და საგარეო პოლიტიკური ისეთი თემა არის საპარლამენტო ასამბლეაში მიმდინარე მოვლენები, მაგრამ ამას შევეხოთ აუცილებლად, მაგრამ მე მინდა როგორ თემაზე ვისაუბროთ ბატონო და ჩვენ იმედიანად ვუყურებთ შუა ერეფნის ამოქმედების საკითხს, იმიტომ რომ თუმცა ჯერ ერთი ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ის ამოქმედება თუ არ ამოქმედება და მეორე ეს არის ერთ-ერთი თემა ალბათ იმ გეოპოლიტიკური დაპირისპირების, რომელიც მიდის დღეს აი ჩვენ თვალწინ თითქმის მთელ მსოფლიოში შეიძლება ასე ითქვას. ესე შუა ერეფანი ეს გზა აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ რა მარტივი სქემა რომ თქვა არის ხელსაყრელი ჩინეთისთვის, ევროკავშირისთვის, არ არის ხელსაყრელი ერთი შეხედვით ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და არ არის ხელსაყრელი რუსეთისთვის, აი ამჟამინდელი მოცემულობით და ამ მდგომარეობით, თუმცა ეს სამი ჩინეთი, რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობენ რომ თავიანთი რაღაც გავლენის სფეროები გააფართოვონ, მოიპოვონ, განიმტკიცონ, იმიტომ რომ ეხლა არის ეს გეოპოლიტიკური დაპირისპირება რესურსებისთვის და ამ რესურსების ტრანსპორტირების გზებისთვის. ჩვენ გვახსოვს რომ როდესაც ტრამპი პირველი ვადით იყო პრეზიდენტი საქართველოში ჩამოვიდა იმ ამჟამინდელი სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და მან ცალსახად აუკრძალა საქართველოს ხელისუფლებას ანაკლის პორტში, რომელიც მიბმულია ამ შუა ერეფანს, ჩინური ფულით აშენება. ჩვენ ასევე გვახსოვს რომ ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს დაიწყო ეს ეკონომიკური ომი ჩინეთთან და რაღაცა ივარაუდებოდა რომ ეს ხისტი პოლიტიკა გაგრძელდებოდა თუ ტრამპი გახდებოდა პრეზიდენტი. თუმცა აღმოჩნდა რომ ინაუგურაციაზე დაპატიჟა სი ძინპინი და დაპატიჟება ძალიან იშვიათი მოვლენა ამერიკის შეერთებული შტატების ინაუგურაციაზე და ინაუგურაციამდეც ისაუბრეს ტელეფონით ინაუგურაციის შემდეგაც და ორივე ლიდერმა დადო პირობა რომ რაღაც მშვიდობით სვლას გააგრძელებენ, მშვიდობიანი მსოფლიოსკენ სვლას გააგრძელებენ. თუ მათ მოილაპარაკეს აი ამ შუა ერეფანზე რანაირად გაინაწილებენ არ ვიცი მე, ეს ჩვენთვის არის ან რანაირად გაინაწილებენ ვინ რას გააკონტროლებს ასე ვთქვა და ვინ რა ხეირს მიიღებს. ეს ჩვენთვის არის ძალიან კარგი და ჩვენ ყველა ვიცით რომ ეს არის ძალიან კარგი. მაგრამ ჩვენ არ ვიცით ზუსტად რატომ არის ეს კარგი და რას მოგვიტანს. კარგი არის ის, რაც მოგიტანს უსაფრთხოებას და კარგი არის ის, რაც მოგიტანს შესაბამისად შემოსავალს. რატომ არის ეს კარგი? პოლიტიკური ასპექტით ვთქვა და ბუნებრივია რატომ არის კარგი საქართველოს მოქალაქის ჯიბისთვის და იგრძნობს თუ არა ის ამას კონკრეტული მოქალაქე. მოგესალმებით კიდევ ერთხელ მივესალმები თქვენს მაყურებელს და მსმენელს, მადლობას მოგახსენეთ მოწვევისთვის. კითხვა ძალიან კომპლექსურია, ძალიან ვრცელია და ძალიან დეტალურ ანალიზს საჭიროებს. ვინაიდან აქ არის ესეთი ბევრი ესეთი ფაქტორი, რომელსაც სიღრმისეული ანალიზი ჭირდება და ზედაპირული ანალიზით დასკვნების გაკეთება უბრალოდ არასერიოზული იქნება. დავიწყოთ იმით, რომ ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე სი ძინპინი მიწვეული იყო, ეს იშვიათი შემთხვევა მართალია და თუ ვინმე ელოდა, მაგრამ ძალიან ცდებოდა თუ ვინმე ელოდა იმას, რომ ეს ორი გიგანტი დაუყოვნებლივ ერთმანეთს დაეტაკებოდა სამხედრო ძალებით. ეს ისეთი მასშტაბის რამეა, რომ ეს სხვა შანსი აღარ უნდა იყოს უბრალოდ დარჩენილი, რომ ასეთი რაღაც მოხდეს. ასეთი რამეები ძალიან ძნელად ხდება რა. და არც ერთი სრულჯგუფაზე მყოფი მართველი ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ეს დამღუპველია ორივესთვის. გავაგრძელოთ ეს ყველაფერი იმით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი გარდა იმისა, რომ ერთმანეთის ცოტა დაპირისპირებული ინტერესები აქვთ, ეს გამოიხატა პანამის არხზე ტრამპის პრეტენზიებში და ტაივანის მიმართ ამერიკის მხარდაჭერაში და ასე შემდეგ. გარდა იმისა, რომ ერთმანეთთან დაპირისპირებული არიან, ესენი ერთმანეთზე დამოკიდებული არიან, გადაჯაჭვული არიან ერთმანეთზე, ვინაიდან ამერიკული მრეწველობის დიდი ნაწილი 79 წლიდან მოყოლებული ეტაპობრივად გადავიდა ჩინეთში.
ეგრეთ წოდებული ჟანგიანი სარტყელი ამერიკაში დეტროიტის სამრეწველო კვანძი ამჟამად მთლიანად ჩინეთშია რა ეს მთელი ეს სიმძლავრე ტრამპმა პრეზიდენტობის ნაწილი დააბრუნა მაგრამ ეს მრეწველობის დაბრუნება არ არის ასე მარტივი ამოცანა ამერიკელები მუშაობას გადაეჩვიან აღარ არის ამერიკაში ის ხალხი, ვინც იყო 30-იან წლებში, როდესაც ამერიკის მრეწველობა იყო მსოფლიო მრეწველობის თითქმის 40%. ამერიკის სამრეწველო კომპლექსი 30-იან წლებში იყო მთლიანი მსოფლიო სამხედრო სამრეწველო სიმძლავრეების 25%. ეს ესე აღარ არის ამერიკული ეკონომიკის წილი მსოფლიო ეკონომიკაში ეხლა არის უკვე 15%-ზე ცოტა ნაკლები. და არ დაგვავიწყდეს თან, როდესაც ჩინურ და ამერიკულ ეკონომიკას ადარებენ და თუნდაც მწყიდველუნარიანობის პარიტეტით, ხომ? ეს ორი სხვადასხვა სტრუქტურის ეკონომიკაა. ჩინეთის ეკონომიკაში ჭარბობს რეალური ეკონომიკა. ამერიკის ეკონომიკაში ძალიან დიდი წილი უჭირავს მომსახურების ეკონომიკას და არა რეალურ ეკონომიკას. ანუ რეალური ეკონომიკაა, როცა რეალურ ავტომობილს აწარმოებ, რეალური პამიდორი მოხავს და რეალურ რაღაცებს აკეთებ და ახლა დერივატივები რეალური ეკონომიკა არ არის. ხო, ახლა საღიჭრედინაც რო გაღიჭი ვიღაცის დაღიჭოს $100,000, ხო, უხეშად ვიტყვი. ხო, ნუ ამიტომ მოკლედ ეს დაპირისპირებაც არის და ერთიანობაც რა. მოკლედ დიალექტიკის მეორე კანონთან გვაქვს საქმე. შემდგომ ეხლა რა შეეხება შუადერეფანს ამ კონტექსტში. შუადერეფანი პირდაპირ ჯდება ჰელფორდ მაკინდერის ჰარდლანდის თეორიაში. ეს ამ თეორია შეიძლება ვიღაცამ სერიოზულად მიიღოს, ვიღაცამ სერიოზულად არ მიიღოს, ვიღაცამ შეთქმულების თეორია დაარქვას, ვიღაცამ სისულელე დაარქვას, მაგრამ ფაქტია, რომ ბრიტანეთი, ამერიკა და ეს ეგრეთ წოდებული ანგლოსაქსონური სამყარო ამ თეორიით და აი ამ პრინციპებით ხელმძღვანელობენ. ეხლა რა მდგომარეობაა ჩვენთან აი ამ შუადერეფნის თვალსაზრისით. ჩვენზე დამოკიდებული არ არის, მაგრამ ჩვენზე ბევრი რამე ამ დროს დამოკიდებული, ვინაიდან საქართველოს იმყოფება ისეთ ადგილზე, რომელიც არის აი ამ შუადერეფნის გასაღები. ფაქტი ის არის, რომ ჩინეთის საგარეო ვაჭრობის, ევროპასთან საგარეო ვაჭრობის უდიდესი ნაწილი მოდის საზღვაო გზით ვაჭრობაზე, ტვირთის ტრანსპორტირება საზღვაო გზით. მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც არის უძლიერესი სამხედრო საზღვაო ძალების პატრონი ქვეყანა, ფლობს თითქმის აი ამ გზაზე 80% ამ ვაჭრობის გადის მალაგის სრუტეში. ინდოჩინეთის ნახევარკუნძულს და სუმატრას შორის, სადაც არის ამერიკის სამხედრო ბაზები, ანუ ნებისმიერ დროს შეუძლია გადაკეთოს ეს მოძრაობა. დაუშვათ იმავე ახლა შარშან ზაფხულზეც აღმოჩნდა, რომ რამდენიმე ჰუსიტი, რამდენიმე კატერი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ სუეცის არხი გადაეკეტა. სუეცის არხი თუ გადაეკეტა, მაშინ უწევს ვასკო და გამას გზით აფრიკის შემოვლით მოგზაურობა ამ გზებს. ტვირთებს, რომელიც რა თქმა უნდა, ერთი ძვირდება, მეორე გვიანდება, მესამე ლოგისტიკა რთულდება ძალიან. არის ახლა საუბარი მიდის ჩრდილოეთის გზაზე ამ გლობალური დათბობის პროცესში, უკვე ჩრდილოყინულოვანი ოკეანის გავლით. გრენლანდიის კონტექსტში, არა? ზუსტად ეგ არის ერთ-ერთი მიზეზი იმის, რატომაც ტრამპმა გრენლანდიაზე განაცხადა პრეტენზია და არ მგონი ახლა ეგ მას ყინულებზე სრიალის გამო გაეკეთებინა. ამ გრენლანდიაში მცხოვრები ესკიმოსების ბედნიერები. ხო, ნუ რა თქმა უნდა, სულ ახლა არც მოსახლეობით არც დიდია, მაგრამ მდებარეობა აი ამ სავაჭრო არტერიაზე აქვს მნიშვნელოვანი. ჰარდლანდი, ანუ დიდი კუნძული ევრაზია, შიგნითკენ სახმელეთო გზები აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ მარტო ჩინეთი არ არის აქ. ეხლა რა არის ალტერნატიული გზები ხმელეთით? იყო ერთი რუსეთის მარშრუტი, უკრაინის გავლით, ბელორუსიის გავლით და ბალტიისპირეთის პორტების გავლით. ეხლა იქ რა მდგომარეობა არის უკრაინაში, ამაზე საუბარი ალბათ ზედმეტია და აღარ გვჭირდება. უკრაინასთან, ბელორუსიასთან დაკეტილია საზღვარი ასეთივე მოსაზრებებით და ბალტიისპირეთის სამ ქვეყანასა და რუსეთს შორის არ დამოკიდებულებაცა, ესე ძალიან კარგად ვიცით, ხომ?
სხვათა შორის აი ამ პორტების დახურვამ, რიგის პორტის დახურვამ და ესტონეთის და ლატვიის და ლიტვის პორტების დახურვამ ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ამ ქვეყნებს. ეს პორტები ფაქტობრივად აღარ ფუნქციონირებს, არა? რა თქმა უნდა, რუსულ ტვირთებზე იყო და მთლიანად დამოკიდებული. არის მეორე ალტერნატიული მარშრუტი ზანგეზურის დერეფნის გავლით. ზანგეზურის დერეფანი ჯერ ერთი ეს პროექტის იდეის დონეზეა. და როგორ გადაწყდება კაცმა არის ეს მოდით ახლა აქ დავსვათ რამდენიმე კითხვა. სანამ სტატისტიკაზე გადავიდოდით, იმიტომ რომ გეოპოლიტიკას ძალიან მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ გეოგრაფია უბრალოდ ერთი მოცემულობა არის პრინციპში, არის შანსის და არის ამ დროს განაჩენიც, რა. და ზანგეზურის დერეფანის გასვლით რამდენად დაინტერესებულია ირანი, რამდენად დაინტერესებულია ევროპა, რომ იქ მიმავალი ტვირთები დამოკიდებული იყოს ირანზე, რამდენად დაინტერესებულია ამერიკის შეერთებული შტატები ამით, ეს ნელად საკითხია. ამ სამის ინტერესი ემთხვევა რომ ერთმანეთს. არის ერთი ვარიანტი კიდევ ინდოელების ვარიანტი ბაბელმანდების სრუტიდან არაბეთის და რკინიგზის გავლით შემდეგ პორტი ჰაიფა და იქიდან ევროპა. მაგრამ ეხლა სირიაში და ისრაელში მიმდინარე, ლიბანში და ისრაელში და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების გამო ეს გზა ცეცხლის ალშია. ანუ შუა დერეფანი ყველაზე უსაფრთხოც არის ომების თვალსაზრისით. ამ ეტაპზე ყველაზე უფრო უსაფრთხო არის შუა დერეფანი, ვინაიდან მოდი უთხრათ მაყურებელსა და მსმენელს რა ტერიტორიას გაივლის ალბათ ჩინეთი, დიახ. ჩინეთიდან შუა აზია, ყაზახეთის ან შეიძლება ტაჯიკეთის აქ რამდენიმე ალტერნატივაა გავლით, შემდეგ კრასნოვოდსკი, ახლა რა ქვია არ ვიცი. მათ მე ვიცი. შემდგომ აზერბაიჯანი, საქართველო და საქართველოდან არის რამდენიმე ალტერნატიული მარშრუტი. ერთი არის ანაკლიის პორტი, ნუ ფოთის პორტი შეიძლება გამოიყენოს, თუ იქ ადამიანური ტარიფები იქნება. და ამ პორტებიდან ბურგასი, ვარნა, კონსტანცა, ოდესა, ნებისმიერ მიმართულებით შეიძლება წასვლა, გარდა ამისა შეიძლება ბოსფორის სრუტის სხვაგან გასვლაც და შეიძლება სახმელეთო გზით თურქეთის გავლით წასვლაც. ეს ერთი ვარიანტია. არის კიდევ მეორე ვარიანტი, თვითონ აი ეს რკინიგზის აი აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენა, ეს უკვე ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კოზირია. და აი ამ მარშრუტზე მარტო აღმოსავლეთ-დასავლეთის კი არა, ჩრდილოეთ-სამხრეთის მარშრუტის აწყობაც, ასე ვთქვათ. ეხლა რა არის ეს, რას ნიშნავს ეს ეკონომიკურად? ეკონომიკურად ეს ნიშნავს ძალიან ბევრ რამეს. ერთი ჩინეთსა და ევროპას შორის ახლა მე ძალიან მინდოდა გამეკეთებინა ამის მოდელირება. ეს გასაკეთებელია. ჩვენ კი ვამბობთ რომ ეს კარგია, მაგრამ ჩვენ გაზომილი არ გვაქვს ეს რამდენად კარგია. აი კარგი 10 მილიარდი, კარგი 200 მილიარდი სიტყვაზე, ხო, აი კარგი რატომ არის? ხო, ეს ხო რაღაცა ერთი ფინანსურ განზომილებებში და მეორე უსაფრთხოების განზომილებებში ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ძალიან დიდი ევროპასა და ჩინეთს შორის ვაჭრობა, ძალიან დიდი ევროპას და შუა აზიას შორის ვაჭრობა და ჩინეთზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ამ შუა დერეფნის კონტექსტში არის შუა აზია, ვინაიდან ჩინეთი მაინც ავად თუ კარგად ახერხებს საზღვაო გზით კონტაქტს და ოდესმე რუსეთის გზაც გაიხსნება ალბათ. რუსეთის გზაც გაიხსნება, მაგრამ შუა აზიისთვის ეს პრაქტიკულად ერთ-ერთი ბოთლისყელი არის, საიდანაც შეიძლება ევროპასთან ამ რესურსების კონტაქტი. და კიდევ შევახსენოთ მაყურებელს და მსმენელს, შუა აზია რით არის მდიდარი გარდა ენერგომატარებლებისა. შუა აზიაში მენდელეევის პერიოდულობის ტაბულის თითქმის ყველა ელემენტია დაწყებული ურანიდან, გაგრძელებული რკინის, სპილენძის ბარნით და ყველაფერი, ნუ სასარგებლო წიაღისეული უამრავია განსაკუთრებით ალტაის რეგიონისკენ, ალტაის მთებისკენ, პამირის მთიანეთში უამრავი არის ესეთი მინერალური წიაღისეული რესურსები. გარდა ამისა, შუა აზია, განსაკუთრებით ყაზახეთი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ალტერნატივა. დღეს ხორბლის წარმოებაში მსოფლიოს ჩემპიონი არის რუსეთი. უკრაინა სამწუხაროდ უკვე ვერ არის, იმიტომ გასაგები მიზეზების და გამო, მაგრამ ყაზახეთს შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი სეგმენტის დაკავება ამ ბაზარზე, მაგრამ ბაზრებთან მისაწვდომობა
ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც აი ყაზახურ პროდუქციას გაიტანს დაუშვათ. და გარდა ამისა კიდევ მნიშვნელოვანია, რომ ის მხარეები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან აი ამ გავლენებით, მათ დაუშვან იმ სოფლიო ბაზარზე იმ გზით ეს პროდუქცია. გასაკვირველია, მაგალითად შეიძლება დაბლოკონ უბრალოდ ყაზახური ხორბალი თუ მათთვის ხელსაყრელი არ იქნება. გავლით წავა მაგალითად თურქმენული გაზი, ყაზახური გაზი, რუსეთი როგორც გაზის უპირველესი მწარმოებელი, თავის გავლენას ამაზე მოახდენს, რა თქმა უნდა. ხო, იგივე ხორბალზე. ხო. და ნებისმიერი ესეთი რამე. ეხლა აი ამ უზარმაზარი მოცულობის ტვირთებს ჭირდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ინფრასტრუქტურა ჰარმონიზება საჭირო ამ შემთხვევაში ინფრასტრუქტურა მე განზრახ ჩამოგაწვევინეთ თქვენ ის ქვეყნები რომლებიც ამ შუა რეფორმამ და გაიაროს იგივე შუა აზიის სახელმწიფოების რომლებზეც გაივლის არც როგორც გადაწყდება მარშრუტი აზერბაიჯანი საქართველოსი აი ეს გამტარუნიანობა ერთნაირია ამათი დაახლოებით და პოტენციალი როგორია ეს პოტენციალი თუ ჰარმონიზებული ერთმანეთთან და თუ სჭირდება ამას საგზაო იმის ალბათ ნაკლებად მაგრამ აი რკინიგზის ან სხვა ტიპის ტრანსპორტის ერთმანეთთან ჰარმონიზება ამაზე ალბათ ტრანსპორტის სპეციალისტებმა უნდა გაცნონ უფრო პასუხი მაგრამ თუ არ არის ასე აუცილებელია ამით ერთმანეთთან რაღაც ტარიფებიც ალბათ ხო რომ ტარიფების რაღაც სინქრონული მუშაობა არის აუცილებელი მაგალითად ეხლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ამის იყო ყარსის რკინიგზის გახსნა. ფაქტი არის, რომ ჩვენთან არის იმპერიული სტანდარტის რკინიგზა, რომელიც 15 სანტიმეტრით განიერია ლიანდაგი ევროპულ სტანდარტზე, ხო? თურქულზეც? თურქეთშიც ის სტანდარტია კი. ამისთვის საჭირო არის ამისთვის ახლა ამხელა ქსელს რაც არის მთლიანად რუსეთში და შუა აზიაშიც იმპერიული სტანდარტია აზერბაიჯანში, სომხეთშიც ამ რკინიგზებს ვერ გადააკეთებ, მაგრამ არის აუცილებელი ის რაც მაგალითად ბრესტშია და ხო გადამყვანი რა თქმა უნდა. და ეს შესაძლებელია ამის გაკეთება შეიძლება. მაგრამ ინფრასტრუქტურაში მარტო ამ გზების მოწესრიგება არ იგულისხმება. აქ არის კიდევ მთელი მომსახურების მთელი კომპლექსი რა. ბატონო და ძალიან დიდი ბოდიში რეკლამის გამო უნდა შევწყვეტოთ მცირე ხნით და რეკლამის შემდეგ განვაგრძოთ კიდევ რა არის საჭირო და აუცილებელი აი ამ შუა დერეფნის მომსახურებისთვის დაგველოდეთ მალე დავბრუნდებით. ჩვენ ბრუნდებით ეთერში და განვაგრძობთ საუბარს ჩვენ სტუმართან, სტატისტიკის სპეციალისტთან ნოდარ კაპანაძესთან ერთად. ბატონო და თქვენ ახსენეთ რომ გარდა გზისა, რკინიგზისა, კიდევ საჭირო არის სხვა ტიპის ინფრასტრუქტურის მომზადება ამ შუა დერეფნისთვის. დიახ, რასაკვირველია, ეს არის ტირპარკები, ეს არის სასტუმრო ობიექტები, სადაც საბაჟო გამბაჟებისთვის მოსამზადებელი პროცედურები, სადაც მედის არის ავტოსახელოსნოები, სარკინიგზო დეპოს მოწესრიგება, ეს არის პორტის სამუშაო. ესეთი გიგანტური ინფრასტრუქტურა, რასაც ეს მთელი ეს ტვირთები საჭიროა, რომ წარმოვიდგინოთ ახლა რამდენიმე ასეულობით მილიარდი დოლარის პროდუქცია მიედინება ჩინეთიდან ევროპისკენ და პირიქით ევროპიდან ჩინეთისკენ. და დაახლოებით ასევე 100 მილიარდის ფარგლებში არის ავარაუდოდ რესურსი იმის რომ შუა აზიიდანაც ესეთი მოცულობის პროდუქცია წამოვიდეს. ეხლა ამისთვის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე მაქვს ამისი პროექტი უბრალოდ როგორც ყოველთვის ამით დაინტერესებული და დამფინანსებელი ვერ ვნახე ამის. რომ გაკეთდეს აი ამ ვაჭრობის, საერთაშორისო ვაჭრობის მონაცემთა ბაზის ფორმირება და შემდგომ მისი მოდელირება თუ რას ნიშნავს ეს აი ტვირთებს რა ტვირთები ბრუნავს და ამ ტვირთების რა ნაწილის გადმოტანის შესაძლებლობა არის აი ამ დერეფანში და რას მოიტანს ეს ქვეყნისთვის რომ მაღალი სიზუსტით დაითვალოს შემდგომ ის ტარიფები. და ჩვენც მოვემზადოთ არა ინფრასტრუქტურა, ბიზნესი შეიძლება ადამიანებმა გახსნას. ახლა სამზადისი მიდის ეს ფაქტია რომ სამზადისი მიდის ის რომ შენდება
ავტობანი. შენდება ავტობანის ირგვლივ შენდება შესაბამისი რაღაც ობიექტები, არის რაღაც ობიექტები, არის რაღაც ტირპარკის პროექტები, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ასეთი გიგანტური მასშტაბის სამუშაოები არ შეიძლება მხოლოდ ბიზნესის იმედად დატოვო. აქ სახელმწიფო ჩარევის და სახელმწიფო გეგმარების გარეშე ამის გაკეთება მე არ მგონია მართალი. ხო, გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩრდილოეთ სამხრეთის მიმართულება, რომელიც ეხლა დაკეტილია პრაქტიკულად. დიახ, და სხვათა შორის აქ თუ შეიძლება მკითხავთ ბარემ რომ მე აღარ ჩაგერიოთ, ჩრდილოეთ სამხრეთის მიმართულება პრინციპში თეორიულად ამუშავებულია სანქტ-პეტერბურგი, მუმბაის სარკინიგზო ხაზი, ხო ეს ბრიქსის ქვეშ არის. და აზერბაიჯანი ასრულებს ამ შემთხვევაში ამ ფუნქციას, გზაჯვარედინის ფუნქციას ამ ეტაპზე. მართალია შეზღუდულად, მაგრამ ხო ასრულებს და თან კიდე აქ თურქეთთან არა აქვს მაგს პირდაპირ და ზანგეზურის დერეფანს ეს დატვირთვაც აქვს, რომ თურქეთიც ჩაერთოს აი ამ ჩრდილოეთის სამხრეთის მიმართულებაში. ჩვენ აი ეს გზაჯვარედინი შეგვიძლია, აი რატომ არის აქტუალური მაინდა-მაინც საქართველოს იყოს გზაჯვარედინი? რატო არის უფრო მომგებიანია ეს, ვიდრე მარტო აზერბაიჯანი? თუ ჩვენთვის არის მომგებიანი? ჩვენთვის რა თქმა უნდა მომგებიანია. მხოლოდ ჩვენთვის ანუ. მაგრამ ერთი მომგებიანია უსაფრთხოების თვალსაზრისით, ალტერნატივის თვალსაზრისით, როდესაც ერთი ძაფი არის, მხოლოდ იმის გაწყვეტა ადვილია უფრო, როცა რამდენიმე არის, მაშინ ცოტა უფრო ძნელია. გარდა ამისა, არის რაღაც ურთიერთობები, სახელმწიფოთა შორის ურთიერთობები, რომლებიც ყოველთვის პროგნოზირებადი არ არის და არის შეიცავს გართულების რისკს. მაგალითად, ინდოეთიდან ირანის გავლით ჩარი-ბაჰარის პორტიდან შემდგომ ირანის და სამხრეთ-ჩრდილოეთის მიმართულებით ტვირთების ამოღების შესაძლებლობა ჩნდება, მას მერე რაც ინდოეთმა ეს პორტი აიღო იჯარით და იქ ანვითარებს საპორტო ინფრასტრუქტურას. მაგრამ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმით, რომ ჩვენ აი ამ მიმართულებაში პირდაპირ ერთვება ცხინვალი და პირდაპირ ერთვება სოხუმი. და ეს ჩრდილოეთ სამხრეთზე ლაპარაკი. კი ბატონო. და ნუ პრინციპში აღმოსავლეთ-დასავლეთს ერთობიან, ესენი შეიძლება ჩაერთონ, რა თქმა უნდა, მაგრამ შეიძლება და აქ გარანტირებულად ხო და ეს ძალიან მნიშვნელოვანია მათთვისაც და ჩვენთვისაც. და აი იგივე დავუშვათ ამავე კონტექსტში მთავრობას მართლ პოლიტიკურ ძალას არჩევნებამდე ჰქონდა ეს ტერიტორიულ მთლიანობაზე იყო ეს იდეა და ჩემი აზრით აუცილებელი არის აქაც ამის ანალიზი და დეტალური ანალიზი თუ რა შესაძლებლობა გვაქვს ჩვენ ერთად, რას ნიშნავს თუ იქნებით ჩვენ ერთად ერთ სახელმწიფოში და რას ნიშნავს თუ ეს კონფლიქტები შენარჩუნდება. და იმის თვალნათლივ გაზომვადია ყველაფერი. თუ კონფლიქტების შენარჩუნების პირობებში რა პერსპექტივები გვაქვს ჩვენ და მათ და რა პერსპექტივები გვაქვს ერთად. და მე ხა ეს არ გამიკეთებია, არ დამისრულებია ეს ანალიზი, მაგრამ ზედაპირული ანალიზითაც ვხედავ, რომ თანხვედრის ეფექტი, რასაც რეზონანსის ეფექტს ეძახოდით ადრე ფიზიკაში და რასაც ახლა პრადვინუტულად სინერგიის ეფექტს ეძახიან, ეს არის წარმოუდგენლად მაღალი. ანუ ეს ის შემთხვევაა, როცა 1+1 2-ზე მეტია. და ამის თვალნათლივ ჩვენება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი საიმისოდ, რომ ჯობია, რომ ეს კონფლიქტები მოგვარდეს. არა უბრალოდ ადამიანური და ესეთი ემოციების დონეზე, არამედ წმინდა პრაგმატული გათვლებით ჯობია, რომ ეს კონფლიქტები მოგვარდეს რა. ხო, მეგობრები იქნება და მხარეებსაც მეტი ფული იქნება. ფულიც არის და უსაფრთხოებას და ყველაფერი რა. აი მე გულისხმობ გარშემო ვინც არის დაინტერესებული, იმათთან უფრო მეტი ფული. იმიტომ რომ მე ხო დიპლომით ასე ფსიქოლოგი ვარ და ეს ექსპერიმენტები არის ჩატარებული და ადამიანები, ჯგუფები დააკვირდნენ, რომლებიც თან უნდა ეთანამშრომლად. ადამიანები ყოველთვის უშლიან ხელს ერთ საქმეს აკეთებენ და ერთმანეთს უშლიან ხელს. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ისინი ერთმანეთს ხელს არ უშლიან, იმიტომ რომ ყოველს პირველობა უნდა და იმიტომ უშლიან ხელს. ეგო გამოდის. არის, როდესაც მათი თანამშრომლობით იღებენ უფრო მეტ შემოსავალს.
ამ შემთხვევაში ისინი თანამშრომლობენ ნამდვილად და არ უშლიან ხელს ერთმანეთს და მე მაგის იმედი მაქვს რომ ექსპერიმენტულად თუ ასეს გადამიზმუნება მოკლედ ამის თქვა მინდა ზუსტად რომ ეხლა საუბარი იმაზე რომ ჩვენ საერთო ისტორია რაღაცა ეს ჩვენი ძირძველი ტერიტორიები რაღაცა იქით-აქეთ ძმები მეგობრები და ასე შემდეგ ეს გასაგებია ყველაფერი მაგრამ ეს ჩინეთისა მაგათ ამერიკისთვის ძალიან ლირიკაა მათთვის ეს შეუულებრივი ლირიკაა და ჩვენთვის მათთვის რაც არის არგუმენტი აი ეს არგუმენტია რა რომ აქედან აი ამ გზით შემოსავალი არის უფრო მეტი ამ შემთხვევაში უსაფრთხოება და კონფლიქტების მოგვარება ჯობია ვიდრე კონფლიქტების მოუარებლობა და ეს ყველაფერი გაზომვადია, რას ყველა საინტერესო. რა თქმა უნდა, ისო. როგორ ფიქრობთ, აი თქვენ რამ გამოიწვია ასეთი ცვლილება ჩინეთისადმი და ჩინური პროექტებისადმი ამერიკის შეერთებული შტატების დამოკიდებულებისა ტრამპის, როდესაც 55 პრეზიდენტი იყო ამერიკის შეერთებული შტატების და ახლა როდესაც 57 პრეზიდენტია, თუმცა ჩვენ არ ვიცით საბოლოოდ რა მოხდება. მათ ერთი ღმერთმა უწყეს რა მოხდება. მე მაინც მგონია ესეთი რამე რომ პირველი ვადის დროს ტრამპმა ისე გაემარჯვა რომ თვითონაც ბოლომდე არ ელოდა ამ გამარჯვებას. არ იყო მომზადებული. არ იყო მომზადებული. ეხლა კიდევ მეორე ვადა ესეთი რამეა რომ ამის მერე მესამე ვადა აღარ იქნება და ასე რომ ეხლა უფრო მოქმედების თავისუფლება მეტი აქვს. პირველი ვადის დროს ტრამპმა ჩინეთის მიმართ ძალიან მკვეთრი ნაბიჯები გადადგა. ეხლა ასეთივე დაპირებებით მოვიდა, თუმცა თავიდან ძალიან ესეთი მშვიდობის ყოფილი ნაბიჯების გამოირჩევა, რაც ჩემი აზრით სრულიად გასაგები და მოსალოდნელიც იყო. მაგრამ საბოლოო ჯამში წინ კიდევ 4 წელია, 100 დღეც არ არის ჯერ გასული ტრამპის ინაუგურაციიდან, ერთ ღმერთმა უწყეს როგორ შემოყალიბდება, ვითარება მან და მე მაინც გონია რომ ასე მშვიდობიანად ვერ დაცილდებიან ერთმანეთს. ჩინეთი და ამერიკა. რა თქმა უნდა, იმიტომ ამერიკამ პრეტენზია განაცხადა პანამის არხზე. პანამის არხი არის ერთ-ერთი მთავარი ლოგისტიკური წერტილი პლანეტა დედამიწაზე, რომელიც ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ წარმოუდგენლად ამოკლებს მანძილს ეს მაგელანის სრუტის გავლით უნდა შემოუარო კონტინენტს რომ გახვიდე ატლანტიდან წყნარი ოკეანეში და აქედან პირდაპირ გადეხარო. თუმცა ესეც არ დაგვაუწყდეს რომ იდეის დონეზე არის პანამის არხის ალტერნატივის გაკეთება ნიკარაგუაში. და სხვა შორის ჩინელები მაგის დაფინანსების მზადყოფნას გამოთქვამდნენ, ხოლო რუსები გამოთქვამდნენ ამის აი ამ პროექტის, ასე ვთქვათ, სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ეხლა ეს მონროს დოქტრინის განახლებულ ვარიანტში, რაც ტრამპმა პრაქტიკულად განაცხადა, ჯერ კიდევ ინაუგურაციაც არ იყო. მანამდე რაც განაცხადა ტრამპმა, მონროს დოქტრინის რეინკარნაციაა ეს. ამ კონტექსტში რამდენად ჩაჯდება, არ ვიცი. მაგრამ რეალური მოკავშირე ამერიკის შეერთებულ შტატებს, აი ერთადერთი არგენტინის პრეზიდენტი ყავს ახლა. რომელიც ძალიან საინტერესო ფიგურაა. ბრაზილია ბოლომდე მოკავშირე ვერ არის, ბრიქსის წევრია, არ დაგვაუწყდეს. თან როგორი წევრი და დამფუძნებლების სახელწოდებაში ერთ-ერთი დამფუძნებელია ჩილეს ჩიკაგოელი ბიჭების გამოცდილება აქვს მიღებული და ამერიკის ხელდასმით და ლოცვა-კურთხევით დასმული აუგუსტო პინოჩეტი კარგად ახსოვს. ამდენად შეიძლება ყველაფრის რეინკარნაცია არ ვიცი, ვენესუელაში გასაგებია. იქ გუაიდოს პროექტი გახსოვთ ალბათ რაც იყო. და ახლა ნიკარაგუა ეს ახლა ჩვენც ვაღიარეთ. ხო. ჩვენც კოვზინაცაში ჩაგვივარდა. ხო, რა თქმა უნდა, კიდევ კარგი რომ ჩაგვივარდა. ნიკარაგუაში დანიელ ორტეგაა, რომელიც სანდინისტების დროიდან იყო ჯერ კიდევ მაშინ. ნიკარაგუას პრეზიდენტი მერე რატომღაც დაივიწყეს და ბარიოს და ჩამოროა ერჩიეს. ხოლო მე ბოლოს ისევ გაახსენდა დანიელ ორტეგა, რომ არც ცუდი ადამიანი იყო.
კუბა გასაგებია, მექსიკას რატომ იყო რომ დავუშვათ დონალდ ტრამპმა განაცხადა პრეტენზია კანადაზე და გრენლანდიაზე და არ განაცხადა მექსიკაზე. იმიტომ რომ მექსიკა ძალიან საშიშია ამერიკისთვის, ეს არის დემოგრაფიულად ძალიან მზარდი. ქვეყანა და ერთმა ძალიან კაცმა თქვა ესეთი რაღაც რომ ჩინელებს ძალიან ეშინიათ თუ ერთადერთიო ნებისმიერ ერთთან გაერთიანებაო არ ეშინიათ ჩინელებს, იმიტომ რომ ყველა შემთხვევაში ქორწინების შედეგად მიიღება ჩინელი, ერთადერთი ეშინიათ მონღოლებთან, იმიტომ რომ ჩინელის და მონღოლის ქორწინების შედეგად ყველა ვარიანტში მონღოლი მიიღება. და ასე რომ ამერიკა ეს გენეტიკურად თუ გარეგნულად? არა, გარეგნულად ესეთიო, იდეურად რა, მენტალურად. ამერიკის კანადასთან, ავსტრალიასთან, ახალ ზელანდიასთან და სხვებთან გაერთიანებით მიიღება დიდი ამერიკის შეერთებული შტატები, ხოლო მექსიკასთან გაერთიანებით მიიღება დიდი მექსიკა. სხვათა შორის მექსიკის სახელიც მექსიკის შეერთებული შტატებია სრული სახელი. და ეს ტენდენცია არის ძალიან უცნაური. სხვათა ამერიკას არა გავაგრძელებ, არა მოვარდეთ ამ თემიდან. ანუ მის თქმა გინდათ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს მოკავშირეები ნაკლებად ყავს, აი თავის ნახევარსფეროში დედამიწის. მოკავშირეები ყველა სახელმწიფო მის მოკავშირეები არა, მე გულისხმობ აი ესეთი მოკავშირეები, რომლებიც მოკავშირეებსა და ვასალებს შორის განსხვავება არის რა. იქ მოკავშირეები ყავს თუ ვასალები? უფრო ეს ქვეყნები მასთან ვასალურ დამოკიდებულების გამოცდილებაა. ხო, და იმიტომ თქვი მოკავშირეები. მოკავშირეობის გამოცდილება. ის იმედი შეიძლება ქონდეს მოკავშირე ეს არის, ხო და ასეთი ნაკლებად ყავს, ხო თავის ნახევარსფეროში. კი. აქეთ ვასალები ყავს. აქეთ ვასალები ევროპის და ევროპასთან ეს დამოკიდებულება, მისი ხისტი დამოკიდებულება. ხო რა უსწავლეთ ჩინეთთან რაღაც ცდილობს რომ მოაგვაროს და მშვიდობიანი და ევროპასთან გაცილებით ხისტი არის დამოკიდებულება. გასაგებია, იმიტომ რომ ჩინეთი შეიძლება იყოს პარტნიორი, იმიტომ რომ ჩინეთი ძალიან დიდი და ძალიან ძლიერია და ის კონკურენტი და ამავე დროს ვასალი. ფაქტი არის, რომ ევროპის კეთილდღეობა, ევროპული კეთილდღეობა, აი ჩვენ რომ მივისწრაფით ახლა დასაბთ, ხო? და კიდე კარგი რომ დავტოვეთ ახლა, ხო რაღაცები. ეხლა რომ მივისწრაფით ევროპის კეთილდღეობა, მის ისტორია არც ისე დიდია რომ ვიცოდეთ რა. კარგად თუ გადავხედავთ ისტორიას, ევროპის კეთილდღეობა, ის კეთილდღეობა, რომელიც ჩვენ ძალიან მოგწონს და რომელსაც მხოლოდ კინოებიდან ვიცნობთ, ულახდილად თქვათ ეს, იმიტომ რომ სტატისტიკით ძალიან ცოტა იცნობს ევროპას. იცნობს კინოებით, ახლა კინოში დაენახა ალენ დელონ და რომი შნაიდერი გადასარევი შესახედია და კაიჭამე, კარგადაც ვიყავ. და სიღარიბეში მყოფს რომ რატომღაც მსახური ყავს სახლში და რაღაც ეს თემები რა, მოკლედ ეს კინოებით ვიცნობთ რა ჩვენ ევროპას და სტატისტიკით ძალიან ცოტა იცნობს რა. და ევროპული კეთილდღეობის საფუძველი რეალურად იყო რამდენიმე ამერიკული უსაფრთხოება, ეს ნატო, საბჭოთა კავშირის შიში. იმიტომ რომ 1957 წელს იყო თუ არ ვცდები საფრანგეთში არჩევნები კომუნისტურმა პარტიამ მორის ტორეზის წინამძღოლობით 45% აიღო ხმების. ასევე ანტონიო გრამშის კომუნისტურმა პარტიამ იტალიაში ძალიან თითქმის ლამის უმრავლესობა მოიპოვა. ამის შემდგომ კაპიტალისტმა ძმებმა დამალეს ბჭყალები და დაიწყეს სოციალური პაკეტების შემუშავება, რომელიც ჩვენ ასე ძალიან მოგწონს, მაგრამ არასდროს არ ყოფილა ევროპისთვის დამახასიათებელი. და ჩვენ რატომღაც გონია რომ ეს ასეც უნდა იყოს, ეს ასეც არ უნდა იყოს და რომ არ იქნება ასეც, ამას ჩვენ ახლა ვხედავთ ნელ-ნელა. ნუ ახლა ვისაც უნდა დანახვა, ის დაენახავს ამას რა. და ფაქტია რომ უკრაინის კონფლიქტით კიდე ევროპული კეთილდღეობის ერთ-ერთი საფუძველი იყო რუსეთის იაფი რესურსები, პირველ რიგში ენერგეტიკული რესურსები და ჩინური იაფი მუშახელის ბაზაზე შექმნილი პროდუქცია. უკრაინის ომმა ორივე ეს ჯაჭვი გაწყვიტა. რასაც მოყვა ევროპაში სერიოზული ეკონომიკური კრიზისი, რომელიც ჯერ ხოლმე დასაწყისია. ამაინტერესებს და ის სულ ფიქრობ ხოლმე. რატომ შეიძლება სამხედრო თვალსაზრისით არასწორ რაღაცას ვიტყვი, მაგრამ აი ასე კითხვა მიჩნდება. მით უმეტეს ახლა თემას ჩვენ მივადექი თვითონ აი ევროპის მდგომარეობა, ხო, კეთილდღეობა და მისი პოტენციალი. სულ მიჩნდება ესეთი ეჭვი მიჩნდება რაღაც მერდება კიდეც რომ თქვა, მაგრამ ნუ უნდა ვთქვა.
რატომ ახარჯვინებს ამ სამხედრო მარაგებს ევროპის სამყარო ქვეყნებს ამერიკის შეერთებული შტატები? რჩება ასეთი შტაბ-ბეჭდილება? ახარჯვინებს რა, ხო, თავის დახარჯვას იმის ხესი დაიხარჯოს ჯობია თუ მოდი ჯერ შენ სიგარეტი მოვწიოთ და მე ყველამ თავისია, ხო არის ეგეთი გამოთქმა. სტუდენტობისას ყოფილა ეგეთი გამოთქმა. სიაკეთებს რატომაც არა. რა ერთ-ერთი და ევროპა ვერ ხდება თქვა და ევროპის ლიდერები მოსახლეობა ზამშვენიერად ხდება, მაგრამ ევროპის ლიდერებმა მას მერე რაც განათლების სისტემის ოკუპაცია მოახდინა ბოლონიის სისტემა, მას მერე ევროპაში გაიზარდა ლიდერები, რომლებიც სულაც ანალენა ბერბოკმა პირდაპირ განაცხადა, მე არ მაინტერესებს ჩემი ამომრჩევლის აზრიო. გასაგებია, ხო? აინტერესებს აი deep states რომ ეძახიან თუ გლობალური ომის პარტიას თუ რაღაც კორპორაციების გაერთიანების აზრი აინტერესებს და არა თავისი მოსახლეობის აზრი, რატომ უნდა აინტერესებდეს. ის მათი არ არის დამოკიდებული, რატომ უნდა აინტერესებდეს. იგივე ახლა გერმანიაში მაგალითად საფრანგეთი ავიღოთ, ხო? სარკოზი რომ იყო, ეს იყო კატასტროფა. ამის მერე იყო ჰოლანდი. მეთქი ამაზე უარესი რაღა უნდა იყოს, თურმე სადახარ. იგივე იყო დაუშვათ ნუ ამერიკაში მერკელის შროდერის მერე მერკელის მერე შოლცი, ხო? მაგრამ ეხლა ევროპაში მიდის ძალიან სერიოზული პროცესები და ამ პროცესებს რატომღაც ყველა ტაშისცემით უყურებს, მაგრამ პერსპექტივა მაინდა-მაინც ესეთი მემარჯვენეების გამოსვლა მემარჯვენეების გამოსვლა ასპარეზზე და ბევრგან უკვე მემარჯვენეების პოლიტიკური წონის და არჩევნებში გამარჯვება. ეს ერთი შეხედვით ახლა აი ამ გლობალისტურ სიგიჟეებთან შედარებით შეიძლება რაღაც აზრიანად ჩანდეს, მაგრამ მემარჯვენე აზროვნების დომინირებას ევროპაში რა მოყვა, ეს რამდენჯერმე კარგად ნახეთ და ნუ ბოლოს გასული საუკუნის 30-იან წლებში ეს განსაკუთრებით ნახეთ. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ გერმანელ ხალხს ჰიტლერის არჩევა ძალიან არ უნდოდა. 1929-დან 1933 წლის ჩათვლით 4-ჯერ ჩატარდა არჩევნები გერმანიაში. ახლა რაც არის? ჩვენთან აქციები გასურვოთ. ახალი არჩევნები. არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა. 4-ჯერ ჩატარდა ამ რეჟიმში არჩევნები. სანამ ნაცისტურმა პარტიამ არ მიიღო 41 და რაღაც მიათედი პროცენტი. 39% კომუნისტებმა მიიღეს არ დაგვაწყდეს. თუმცა მე ეს კომუნისტი დეპუტატები დახაოში გადაიყვანეს ყველა. ანუ ის მოსაზრება რომ შეიძლება ამის პოტენციალიც არ აქვს, მე მგონი ევროპა არ მიწყენს იმედია და გადაიტანს რამენაირად ჯემს კრიტიკას, რომ აი ეს რაღაც ძალადობრივი ფაშისტური რეჟიმები დამყარდეს თუ არის ამისი, ხო არის ასეთი მოსაზრება რომ შეიძლება როდესაც არის ერთობლიობა, ესე იგი 500 მილიონიანი უნივერსიტეტი, ანუ ერთობლიობა როცა არის, იქ ყველა 1000-ნაირი რაღაც შეიძლება, ბევრი მიმართულებით შეიძლება განვითარდეს. ახლა მაგალითად გავიხსენოთ გეოპოლიტიკური ცნება არის ეგეთი გრძელი მე-16 საუკუნე, რომელიც იყო ფეოდალიზმის კრიზისი და კაპიტალიზმის დაბადება რა ეს. პირობითად 1453 წლიდან 1648 წლამდე. ანუ კონსტანტინოპოლის დაცემიდან ვესტფალიის ზავამდე. ეს ამ 16 გრძელი მე-16 საუკუნის განმავლობაში ფეოდალიზმიდან გამოსავალი მოიძებნა სამი სხვადასხვა ვარიანტი: ბრიტანული, ფრანგული და გერმანული გამოსავალი. და სამი სხვადასხვა გზით განვითარდა. აქედან ახლა ამ კრიზისიდან, კაპიტალიზმის ამ ტერმინალური კრიზისიდან, სადაც ახლა ევროპა და ჩვენ ყველაფერი მსოფლიო იმყოფება, ერთი და იგივე გამოსავალი არ იქნება მოზებნი, უნივერსალური გამოსავალი. სხვადასხვანაირის მოზებნის ალბათ. თუმცა ამის ალბათობა ევროპაში მაინც არის ყოველთვის არის. ამიტომაც არის რომ ევროპას აშენებენ რუსეთის საფრთხობელით. ხოლო აი მე რუსეთს რა შეჭirdება ევროპას სიმართლე გითხრა არ ვიცი. ხო, აი რომ დაიკავოს კიდეც. აი რა შეჭirdება უკიდურესად პრეტენზიული მოსახლეობით გადავსილი რესურსებისგან დაცლილი არეალი. რაში უნდა ჭirdებოდეს აი არ ვესმის. დაცლებით უფრო საინტერესოა ურთიერთობა აღმოსავლეთით, დაცლებით უფრო საინტერესოა ურთიერთობა სამხრეთით. აი ეს ჩვენ ფაქტობრივად ვართ სახელმწიფო
ქვეყანა, რომელიც არ არის არანაირ გაერთიანებაში. ანუ არანაირად არ არის დაცული. ეხლა თქვა სომხეთი რო იყო რითი დაიცვა რო თავი, მაგრამ იმას თქვა სომხური ლობი ყავს და სხვა ინტერესებია. ჩვენ არც ლობი გვყავს, არც არანაირ გაერთიანებაში არ ვართ. ეს უფრო მეტი მინუსია, თუ ამაში არის უფრო მეტი პლუსი. ამას აქვს დიდი მინუსებიც და აქვს მინუსებიც, მაგრამ აქვს პლუსებიც. რომელი უფრო მეტია ახლა? თუ არის, მოდი ჯერ პირველ რიგში დავსვათ კითხვა. საბჭოთა კავშირის მერე თუ არსებობს რომელიმე გაერთიანება, რომელიც შენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ასეთი გაერთიანება არც ერთი არ არის. ნებისმიერი კრიზისის დროს ორჯერ ღრმად და ერთხელ ზედაპირულად შეშფოთდება. ეგ არის მთელი მხარდაჭერა, ხო? კი, ჩვენ მიმართ კი. ჩვენს მიმართ ეგრეა, ნუ რატოს ერთადერთი იყო საბჭოთა კავშირი, რომელიცაც არმია ყავდა, იმ არმიის ნაწილი იყო შენი მოსახლეობაც და ნუ რომელიც სამხედრო უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა, რეალურად უზრუნველყოფდა. ნუ ერთი სახელმწიფო იყო ესე გამოდიოდა. ხო, ერთი სახელმწიფო იყო, რა თქმა უნდა, კი ბატონო. დანარჩენი ეხლა მას მერე ჩვენ არცერთი ის გაერთიანება თუ არის ეხლა რომელიმე გაერთიანება, რომელიც ასეთ რამეს უზრუნველყოფს. ასეთი გაერთიანება არ არის. არა, ჩვენ ვთქვით იყო ნატო, მაგრამ რაღაც ჩვენთვის არა, ნატოს არის თუ არა ეს საკითხავი. მაგრამ არ ვიცით რეალურად ნატოს მეხუთე მუხლი ამოქმედებოდა ალბათ იმ შემთხვევაში თუ 52 წელში საბჭოთა კავშირი შეიჭრებოდა თურქეთში. მაშინ ამოქმედებოდა ნატოს მეხუთე მუხლი. მაგრამ ეხლა თუ რუსეთი შეიჭრება საუშოთ ლატვიაში, არ გონია მეხუთე მუხლი ამოქმედეს. იმიტომ რომ მეხუთე მუხლში ისე იურიდიულად ბუნდოვნად არის ჩაწერილი ეს ვალდებულებები რა. ან ამოქმედება ან არა. ნუ დაუშვათ ამოქმედება, მაგრამ ნატოს-ევრი ჩვენ არა ვართ. არც არავინ არ გვიღებს. ხო? ასეთი გაერთიანება არ არსებობს. ამდენად ამ გაერთიანებებში ყოფნა და იქ რაღაც ვალდებულებებზე ხელის მოწერა აღმოჩნდება, რომ არის მარტო ვალდებულებები და არაფერი უფლებები არ აქვს. დაახლოებით იგივე არის, როდესაც ჩვენ მივისწრაფით ევროკავშირისკენ და მე ყველას ურჩევ, ყველა გადაცემაში იქნება, ეთერში იქნება თუ ყველა საუბარში მანტრასავით ვიმეორებ, რა სულ წაიკითხეთ DCFTA და ნახეთ რა პირობები არის იქ ევროკავშირში გაწევრიანების. ნახეთ რას ნიშნავს. ეგ არის ვალდებულებები მხოლოდ ესეთი სიკეთეები, რაც იქიდან მოდის. ეს არის დეკლარირებული, რაღაც დეკლარაციული, რომ აი სადღეგრძელოს დონის დეტალიზაციის სიკეთეები არის. ხოლო ვალდებულებები არის კონკრეტული, გაწერილი ექსპორტის, იმპორტის და ასე შემდეგ ვალდებულებები არის HS კლასიფიკაციის 11 ნიშნა კოდების დონეზე. და ასე შემდეგ რა. ვალდებულებები კონკრეტულია. ხოლო უფლებები არის ბუნდოვანი. ხო და ნუ ამაზე დავფიქრდეთ ახლა მე მაგალითად მე და რამდენიმე კაცი ვართ, ვინც იშვიათები ვართ მათ შორის, ვისაც ეს მართლა წაკითხული გვაქვს ეს DCFTA. ხო, ეს ძალიან დეფიციტია ამ მასალის მომზადება, როცა მინდა ხოლმე თიძე ჩამოსათვლელი ადამიანი შეიძლება იპოვო, ვისაც ეს საკითხული აქვს და თქვა და გეტყვის იქ რა წერია და არა ის რომ კარგია ან ცუდია. ხო, კარგიას კიდევ ვიმეორებ რა, კარგიას საუბრობთ, როდესაც აი ჩვენ საინფორმაციო ველში, ჩვენს საზოგადოებრივ აზრში ეს კარგია არის ეფუძნება ნანახ კინოებს რა და არა სტატისტიკას. ესაა მთავარი პრობლემა რა. თორემ ნუ ერთი კაი გამოთქმა რა არის პირველი ერთი ნახვით შეყვარების საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტური საშუალება. შეხედე მეორეთ და უფრო დაკვირვებით. მორჩა. ეგ არის. და ანუ ეკონომიკურად, პოლიტიკურად გასაგებია, მაგრამ ეს კავშირები რაღაც ეკონომიკურად სტაბილურობასაც არ იძლევა? თითქმის არც ერთი. თითქმის არც ერთი. ყველგან არის ვალდებულებები. ჩვენ არც ერთი ამ გაერთიანების დამფუძნებლებს შორის არა ვართ. დამფუძნებლებს შორის არის მათი ინტერესები და არა ჩვენი ინტერესები. ანუ ყველა რო ავიღო თქვათ ეს ნატო იქნება, მე არავინ არ გვიღებს. ნატო, ევროკავშირი, თავად ბრიქსი, რაც ODKB, ყველგან ეს ფორმალურია. ახლა ბრიქსში და ODKB-ში თუ გაერთიანდები, რა პირობებია იქ გააჩნია? პირობებს უნდა კარგად გაანალიზება. ბრიქსშიც არ ამგონია რა, ჩვენ მაინდა-მაინც საინტერესო იყოს, იმიტომ რომ ბრიქსში გაერთიანებით უპირისპირდები იმათ, ვინც ნატოშია გაერთიანებული. ხო, და ჯობი არ დაუპირისპირდეთ, დარჩეს სადაც. ამიტომ ჩვენთვის ჯობია, ჩვენთვის ყველაზე მთავარი არის მივხედოთ ჩვენს თავს პირველ რიგში იყო შიდა ერთიანობა, ხოლო
ყველაზე მთავარი მაინც არის, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს ქვეყნის შიდა პოლიტიკის წარმოებული და არა პირიქით. სამწუხაროდ, ჩემ და სამწუხაროდ, ჩვენ და სამწუხაროდ ბოლო 30 წელია ქვეყნის შიდა პოლიტიკა არის საგარეო პოლიტიკის წარმოებული. რაც არის უდიდესი შეცდომა. დიახ. ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ და ჩვენ მაყურებელს. ჩვენ დროებით შევწყვეთ რეკლამის გამო და რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით მეორე სტუმართან ერთად, დაგველოდეთ.